როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიძლება ნაციონალურ მოზრობას ახალი თავმჯდომარე ყავდეს, ჩვენი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი, ყოველ შემთხვევაში მან თქვა, რომ მას დაუჭერს მხარს, ამან პარტიაში ცოტა გაუგებრობა გამოიწვია, მოქმედი თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავა აშკარად განაწყდა, დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებითო, ჩვენ მასთან ერთად ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ და ნუ პარტიაში რჩებაო. საბოლოო ჯამში არის თუ არა გადაწყვეტილი ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობა, ამას გავიგებთ რამდენიმე წუთში და თავად ნანუკას ვკითხავთ ამის შესახებ. მამდე კიდე ერთ გზავნილს წაგიკითხავთ სააკაშვილის, რომელიც ამჯერად უკვე თავად ნანუკას ეხებოდა. მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდესო, ჩემო ნანუკა ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდაო. ამჯერად მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანს, მივესალმებით მას გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს მომართვა რასტიშავს, არავე ხო არ ეწყინა შენ. არა, უშავს ჩაოლებრივი. ხო არ გადაიფიქრებ შენს ხარდაჭერას. ჩაოლებრივი პროცესია ეს ამბავი. თავი ერთ მცირე შესწორებას გავაკეთეთ. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით არ არის ეს. თინა ბოკუჩავა ინიციატივა. არც ინიციატივით. არც ინიციატივით. თინა ბოკუჩავას გაზდის ვადა. ისევე როგორც ახმასრულებელ ხელისუფალს ყველას ამ პარტიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყველა არჩეულ პირს ვადა გაუვარ 8 ივლისს და არჩევნები ნანუკა იქნება თუ არა მიშას კანდიდატი, არჩევნები ისედაც ჩატარდება თავმჯდომარეობაზე და ახალი თავმჯდომარე ამ პარტიას ისედაც ეყოლება. მიშას ფავორიტი თუ ხარ, ეს ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ანუ ხელმძღვანელის ცვლილება მიშას ინიციატივა არ არის. ეს არის ვადა გაზდის. ხო, მაგრამ აკრძალულია მეორეჯერ კენჭის, რა? სხვა რამეს ვამბობ. ეს არ არის, ხო, ამიტომ შეიძლება ვადა კი გაზდის, მაგრამ შეიძლება ისევ თიკა აერჩიათ. კაცო, თიკა შეუძლია დღესვე დააყენოს კანდიდატი და შეიძლება მიშამ თინასა და ჩემ შორის არჩევანი ორივეზე გააკეთოს თანაბრად, იმიტომ რომ მოდი მაყურებელს ასევე უთხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას თავმჯდომარეობა შესთავაზა. ანუ მაშინ, როდესაც მე თანათავმჯდომარეობა შემთავაზა, მიშამ თინას უთხრა, რომ ის სასურველია ყოფილიყო თავმჯდომარე. თინამ თქვა ამაზე უარი და თინამ თქვა, რომ მას არ სურდა დამატებითი ასეთი პოსტი თანათავმჯდომარის და უნდა ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელი და ერთი თავმჯდომარე. ეს არის ზუსტი ქრონოლოგია ამბების. მე როგორც ვიცი, ამ დროისთვის ნაციონალურ მოზრობაში მოქმედებს თანათავმჯდომარის პოზიცია. არ არსებობს, ასეც არ უარსებია. ყობა ნაყოფია იყო თანათავმჯდომარე. ყობა რაღაც მომენტში იყო და ეხლა თუ არ არის. არასოდეს არ ყოფილა, წესდებაში იყო ცვლილებების შესატანი, თინამ ეს დაწერა კიდევაც პოსტში, რომ წესდებაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ მიარსებოს თანათავმჯდომარე. ყობა ნაყოფია იყო ხელმომწერი თინასთან ერთად საარჩევნო სიაზე, მაგრამ ის არ იყო თანათავმჯდომარე პოზიციით და ზუსტად ამაზე საუბრობდა და ზუსტად ამაზე აპელირებდა თინა, რომ წესდებაში ცვლილებები უნდა შევიდეს, ეს გამოიწვევს მთელ რიგ რეფორმ, ანუ რაღაცა გარკვეული ცვლილებები იყო მისთვის, რაც დისკომფორტი შექმნილი იყო, იმიტომ რომ ასეთ პოზიციას ამ დრომდე ნაციონალურ მოძრაობაში არ უარსებია. შესაბამისად, მოკლედ ისევ რომ ქრონოლოგიურად დავალაგოთ, არჩევნები ისედაც ტარდება 8 ივლისს. ახალი თავმჯდომარე ისედაც თავმოყარებას ხო არ შეეხო ეს თემა. რომ ვიღაცას უნდა გაუყოს და გაუნაწილოს და ასე შემდეგ. თავმოყარება არ არის, ეს შეიძლება უფრო სხვა სიტყვა შეესაბამებოდეს, მაგრამ მე რომ მიხობოდეს გეტყოდით რას რომელ ჩემს ემოციურ ნაწილს შეეხო, მაგრამ ახლა მე სხვაზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი არის ისევ მინდა რომ დავასრულებო, 8-ში ისედაც იქნება ყველას ხელახალი არჩევა. თინასთან დაკავშირებით პარტიაში ისედაც იყო აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სხვა ტიპის და სხვა ჟანრის და სხვა შინაარსის თავმჯდომარე უნდა არსებობდეს ახლა უკვე ამ გამოწვევების წინაშე და მე როგორც ვიცი, მათი პოზიცია იყო, რომ თინა უნდა ყოფილიყო საგარეო მდივანი და უნდა ყოფილიყო სხვა თავმჯდომარე, მათი კანდიდატი უნდა ყოფილიყო სხვა. სავარაუდოდ პოლიცსაბჭოს და პარტიას ეყოლება სხვა კანდიდატი და უკაცრავად პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელი ხაბეიშვილი არ არის ნაკლები ფაქტორი ამ პარტიისთვის და მე ვთქვი და კიდევ ერთხელ და ასჯერდა ძალიან გულწრფელად გავიმეორებ, რომ იშა რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელობა აქვს ამ პარტიაში, მაგრამ ხაბეც მნიშვნელობა ძალიან ისეთი არ არის თავში ხელწამოსაკრავი და ამიტომ პოლიცსაბჭომ საკუთარი კანდიდატი დააყენა, არ იქნება ეს მარტივი არჩევნები. ამიტომ ეს მარტივი არ არის, მიშამ თქვა და ესე არ არის. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდეც არ იყო, ხო, მარტივად საქმე ნაციონალურ მოძრაობაში, ჩვენ გვახსოვს ძალიან რთულად მოხდა ნიკამელიას გადაყენება. თუ არ ვიცი გადარჩევა, რას დავარქვა. ნიკამელიას გადარჩევა მოხდა, მაგრამ თინა დაინიშნა არჩევნების გარეშე. მე რთულად მოხდა ხაბეიშვილის გახსნა, მე ხას ვცდილობ ეს სიტყვა შევარჩიო კორექტული, რთულად ვამბობ, მაგრამ ნუ უცნაურად ასე. კი, ხაბეს ნაწილზე გეთანხმებით ხო, ხაბეს საერთოდ ვადა არ ქონდა გასული, ისე გაუშვეს და ასე შემდეგ. გაუშვეს არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ არასწორი ის იყო, ხო. კი ბატონო, და მე გახდა თინა და აქ როგორ ფიქრობ, სააკაშვილის ხელი არ ერია ამ გადაწყვეტილებებში. სააკაშვილის ხელი იმდენად არ არის, რამდენადაც გარემოება, რომელშიც მაშინ ხაბე იყო, მე ასე ამიხსნეს
პარტიის წევრობა და მათ შორის ხაბეს მეგობრებმაც. მაგრამ ნახეთ მან რა არის, იმიტომ რომ ხაბეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, სხვა პრობლემა, მაგრამ მან საკითხი შეიძლება ასე დავაყენოთ, რომ ერთია რომ ხაბეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მეორეა რომ შეიძლება კანდიდატების სხვები ყოფილიყვნენ და მათ შორის ხაბეს კანდიდატიც ყოფილიყო. აი ეს უფრო ობიექტური სურათია, ვიდრე ის რომ ხაბე გაუშვეს, აი ეს ფორმულება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებმა შემისწორეს და ამიხსნეს რომ ესე არ იყო და მე მჯერა მათი, მაგრამ მეორე საკითხია რომ შესაძლოა ყოფილი რა შეიძლება მელიას გადარჩევას? გეტყვით, შესაძლებელი იყო მაშინ მელია კაცო გაიყო საერთოდ. შესაძლებელი იყო ის ამბავი რომ ხაბე შეიძლება ყოლოდა საკუთარი კანდიდატი და სხვა სურათით დამჯდარი იყო საერთოდ. ხო, არა, მელიას მაინტერესა რომ საით იყო სააკაშვილი მაშინ. არც ერთის მხარეს. არც ერთის მხარეს. დარწმუნებული ხარ? 100% დარწმუნებული, ამაში პარტიის ყველა წევრი დამეთანხმება ორივეს ერთნაირ წერილებს წერდა. კი ბატონო, და ეხლა რო ის შენ სკენარი, ეს არ ნიშნავს ძალიან ბევრ რამეს. შენ თითქმის გარანტირებული ვარ. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გაჩნია ხაბეიშვილს თუ მოუნდება კანდიდატურის დაყენება და ვინ იქნება ეს კანდიდატურა უკაცრავად. ციხიდან რომ ხაბეიშვილმა თქვას რომ მე ვარ კანდიდატია. პატიმარმა ხაბეიშვილმა. ამიტომ ვამბობ რომ ეს ჩვენ ესე ვხედავთ მარტივად ამბობს, თორე ეხლა მეორე საკითხია ხაბე ამას, მაგრამ ხო შეიძლება რომ ხაბემ თქვას რომ მე მინდა თავმჯდომარეობა ვიმსახურებ ამას. ხო, მაგრამ ის ხალხი ვინც ირჩევს სააკაშვილის თქვათ წინააღმდეგ წავა? რატო იქნება და ხაბეს წინააღმდეგ წავა? პატიმარი კაცი არასწორად მოექცნენ. არა, ნახეთ როგორ არის პარტიის ლიდერი, რა თქმა უნდა, მთავარი ლიდერი არის მიშა, მაგრამ ასევე პატიმარი, ასევე ადამიანი, რომელმაც ახლა მე პარტიის წევრებს ვესაუბრე და ნახეთ ახლა როგორ უყურებენ ამას. მიშა ძალიან უფასებენ იმ თავგანწირვას, რომ ჩამოვიდა და ჩაჯდა და 5 წელია ციხეში ზის, მაგრამ ისინი უყურებენ, რომ ხაბეიშვილი მიუხედავად იმ პროცესებისა, რაც მის ირგვლივ დატრიალდა, არ წავიდა პარტიიდან, არასოდეს არ გალანძღა მიშა. ამ ერთგულებას მას უფასებენ. გაილახა, დაიჭირეს, აი ამ ხელა ამბავი იყო. ანუ მელია არასწორად მოიქცა რომ წავიდა. რა თქმა უნდა, მელია არასწორად მოიქცა მორალურათაც და ადამიანურათაც მიშას ერთთან ახლა ეს ორჯერ ორი ოთხი და მე რადგა და პარტია გაუყო. ძალიან ცუდად მოიშორეს და ამიტომ. მაგრამ მოდი შევთანხმდეთ რომ თავმჯდომარეს დედას რო აგინებ, შენ თვითონ უნდა წახვიდე იმ პარტიიდან, თორემ მე ვიყავი ეს ადამიანი, რომელმაც საჯარო დაუჭირე მხარი ნიკას მაშინ, იმიტომ რომ ფორმები იყო არასწორი, მაგრამ ნიმიშო სააკაშვილს და როდესაც ჩვენ საჯაროდ ღია ცივცეში, ხო, და მათ შორის ჩემთან და ბევრ ადამიანთან, რომელიც იცოდა რომ ამ შემთხვევაში მიშას მხარეს წარმოადგენდი და ეს სატელეფონო დაიდო კიდეც ჩვენ ხო გვახსოვს ახლა ეს. და შესაბამისად ეს ძალიან საინტერესო ვინდა და მაგრამ ეს სხვა საქმეა. შესაბამისად ახლა როცა პარტიის თავმჯდომარეზე და პარტიის ხელმძღვანელზე უკაცრავად ასე ფიქრობ, შენ თვითონ არ უნდა გაჩერდე იმ პარტიაში და უნდა წახვიდე და შენ თავს უნდა მიხედო და არც იმ არჩევნებით არ უნდა იჭიდაო. ურთიერთობა შენი ასეთ. დღესაც გრძელდება ახლა. ეგ ძალიან წარსულია ახლა ვიცი. რომ მელია დღესაც იმუქრებოდა რაღაცების თქმით და ეგ არავინ არ იცის კიდე როგორ გაგრძელდება ხო ეს კონფლიქტი. აი არ ვიცი ხა მე ვერ ვიმკითხავებ. მელიასა და სააკაშვილის შორის ფიქრობ რომ დასრულდა ეს ვერც მელიაზე ვერც ახლა ეს არის ესეთი პროგნოზი არც მელიასთან მოდება არ მაქვს ახლა მე არც ემოცია არც კავშირი აი რა ვიცი ხა მელია რას დაასრულებს მაგ პროგნოზის გაკეთება არც არის ჩემთვის საინტერესო და თვითონ დაზიანდება მე ვნახე მელიას დაწერილი პოსტი და მის პოსტზე კომენტარებიც წავიკითხე და სათითაოდ ვამოწმენ ყველა ადამიანი და ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ის მხარდამჭერი რომელიც თავის დროზე ნიკას პატივს სცემდა ამ ქვეყანაში ნაცი ხარ თუ კაცი ლეიბორისტი თუ 4 კოალიცია მშობა არა არავის მოღალატე არ უყვარს რა ადამიანი რომელთანაც იყავი რომელიც ჩენი ლიდერი იყო მიდიხარ და აგინებ არავის არ უყვარს და სახე თუ ვინმე შეინარჩუნა მათ შორის ღარიბაშვილმაც კი ბიძინა ივანიშვილის კარზე იმიტომ რომ ეს ადამიანები არ გამოდიან და ეს იმდენად კარგად იცის გახარიამ რომ მიუხედავად იმისა რომ ციუნისის ბრძანება ჩემი ინფორმაციითაც მას არ გაუცია არ აკეთებს ამ გზით არ მიდის იმიტომ რომ მე სხვა ქართულს არ მოსწონს მოღალატეები ვინც არ უნდა იყოს გახარია იქნება მელია თუ ჟორჟოლიანი არ მოწონს ამ ქვეყანას მოღალატეები და შესაბამისად აქვს ინფორმაცია ვინ გასწავლა ნუ მაშინ ახლა ანზორ ჩუბინიძე ძალიან ხილული იყო თავის გაშვერილი თითით იყო ძალიან ხილული ამის არაერთი კადრი გავრცელდა ტელევიზიაში როგორ უთითებს ანზორი ჩუბინიძე ადამიანებს ვის უნდა დაუმიზნონ ვის უნდა ესროლონ ახლა ეს ძალიან მარტივი იყო ნაციონალურ მოძრაობას რატომ შენ და შენ თავად რამდენად ხედავ შენს თავში პოლიტიკური ლიდერის პოტენციალს ხო ახლა სხვა პოლიტიკური ლიდერად მე არ მივდივარ მე რა პოლიტიკური ლიდერი ამ პარტიის არის მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურები რომ მართავდნენ ოპოზიციას ამდენი ხანი რა შედეგი დადეს და რამდენი აქვს პროცენტი და რა დააზარალეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ლიდერები რო არიან და ცოდნა განათლება რო აქვს მიღებული რამდენი პროცენტი აქვს მაინტერესებს დღეს ამ რეალობაში მე გეუბნები დღეს და ბოლო ევროკავშირის კოლევამ რა გვანახა პოლიტიკური პარტიების ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხის დამოკიდებულება რა არის
ძალიან ნეგატიური. ბიძინა ივანიშვილი თუ ახლა ხელისუფლებაში არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ალტერნატივას ვერ ნახავს, ვერ ხედავს ქმედიც და ეს ადამიანი რეგიონელი მასთან ვერ ხედავს პოლიტიკოს. რეგიონში რო ცხოვრობს და მაღალმთიაში და სოფელში რო ცხოვრობს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ფიზიკურად ვერ ხედავს. ხედავს სტუდიაში მოლაპარაკეს და ერთმანეთის ძიძგილობა შენ ჩემზე შტერო თუ შენ ჩემზე დებილო და არა მიმზიდველი და არა მომხიბვლელია ეს პროცესი, რაც ახლა ხდება პოლიტიკურ ფონდს და მე მახსოვს, როდესაც ფონდის ამბავი და ფონდის მათ შორის პროტესტშიც ფონდის ნაწილი ბევრი ფონდი ვიყავით იქ და თავიდან რაღაცნაირად უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანები რომლებსაც შეეძლოთ რომ პროფესიულად ემართათ ასეთი პროცესები და დიდი ფონდები უმართიათ შემდეგ ნანუკას ფონდში ფულს რო რიცხავდა მეუბნებოდნენ რომ სტატუსი დაწერეო რომ შენ ფონდში ფული დავრიცხეთ თუ შეიძლებაო იმიტომ რომ ჩემი ფონდი იყო საკულტურო ფონდი სახალხო ფონდი და ყველას ფონდი როგორც გახარიას ბავშვს და სტუდენტს ურიცხავდა მისი პარტიის წარმომადგენელს ქირის და იმის ფულს ისე ურიცხავდა ხუთს ყველაზე ნაკლები ქონდა მან ჩარიცხვა ახალგაზრდებში სტუდენტების დაფინანსება რომ დავიწყეთ პოლიტიკური კუთვნილება არ დაგვიწყდა და ბავშვები რო გადაგურჩენია რომ დავხმარებათ კაციშვილისთვის არ გვიკითხავს ვისი ამორჩეველია შესაბამისად მე მგონია რომ ერთი წამი ფონდის მართვა უფრო რთულია როდესაც ხალხის ფული კი როდესაც მილიონობით ლარი გაბარია მე რა ხალხის და დღეს მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნების 6 სამსახური სწავლობს 1 ლარიან წუნს ვერ პოულობს როდესაც ამის ბუღალტერია არ გისწავლია და ამის მართვა არ გისწავლია დამიჯერე რომ უფრო რთულია დღეს პოლიტიკური პროცესების მართვა გაცილებით უფრო მარტივია თუ გახვალ რეგიონში მიხვალ გლეხთან კითხავ რა ჭირს რა უჭირს და სტუდიიდან დამოძროს და ლექტორობას არ დაიწყებ შესაბამისად მე მგონია რომ ჩვენი სტერეოტიპული მიდგომები იმასთან დაკავშირებით მასე ვიღაცებიც რო გეკითხა მოდელები ომში არ დადიოდნენ მაგრამ უკრაინის წინა ფრონტზე არიან დღეს და საკუთარი ქვეყნის დასაცავად იციან ისა მოდელები მსახიობები არ ვიცი ყველა პროფესიის ადამიანები იარაღი აიღეს რა მაგის გამოცდილება ჰქონდათ წავიდნენ და იბრძვიან დღეს უკრაინაში. შესაბამისად, საკითხის ასე დაყენება, რომ ვის რა გვიკეთება, ფაქტია, რომ რაღაც სტანდარტულმა მიდგომებმა არ იმუშავა. და ეს არის მე ვთქვი კიდევ რა თქმა უნდა, ვინაც იზამს. მე ვთქვი ეს ხარეს გეკითხები რომ ეხლა მიშა არის ციხეში, ანუ პარტიაში ჭირდება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იქნება თავისუფლებაზე. ხო, ეხლა ხაბეიშვილი პოლიტიკოსი იყო, ხო, პოლიტიკური ფიგურა იყო და ლიდერი. მაგრამ ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ და უნებოდნენ რომ უწუნებდნენ ყველაფერს. მათ შორის მე ვიყავი ოღონდ. მათ შორის უწუნებდნენ კბილების, ჩასმულ კბილებს, დიალექტს, მანერას, შვენი ბაბლი. არ ვიცი, მე რუჯს და ფილმ რა ქვია მას, რა წავისვი. რუჯის მისაღებს. შესაბამისად, მე არ მაინტერესებს ბაბლის მოსაწონი ვინ არის და ვინ არ არის. არ მაინტერესებს ბაბლი რას ფიქრობს ადამიანები რომლებიც მიშას უფრო მეტად ებრძვიან ვიდრე ბიძინა ივანიშვილს დღეს გამოდიან და მიშას უწუნებენ გადაწყვეტილებას მიხედონ საკუთარ პარტიებს ვისაც ხმას აძლევენ მიშა ელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველს მიშა ელაპარაკება იმ ადამიანებს რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველები წავიდნენ და იქნებ რესურსი არსებობდეს მათი დაბრუნების და ელაპარაკება იმ ადამიანებს რომლებიცაც არ მოწონთ ქართული ოცნება მაგრამ უნდათ საქმის კეთება ეს არის აქ და ის რომ ჩვენ ახლა მიუდგეთ ამას რა ვიცი რა შენ გამოცდილება არ გაქვს აი მაგათ რო ხონდა მე კითხე შენში თუ ხედავ პოლიტიკურ მე ჩემში ვხედავ საქმის გამკეთებელს არა მენეჯერი იქნება ჩვეულებრივი კი ზუსტად მე ჩემში ვხედავ საქმის პოლიტიკურ განცხადებას ხომ უნდა გააკეთო პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებენ პოლიტიკური სპიკერები რომელიც ამ პარტიას ეყოლება ახალგაზრდები ჯერ წავს არაჩვეულებრივი ხალხი ჯერ პოლიტიკურ განცხადებას უკაცრავად ერთი შეკითხვა ამდენი ხანი რას ვაკეთებ პროცესში რო არ ბოლოს წელია ბოლო ერთი წელია რასაც ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებასაც რა ვაკეთებ პროცესშიც ვარ პოლიტიკურ პროცესებშიც ვარ და ჩემს 8 პოლიტიკოსთან ერთად ჩემზეა საქმე აღძრული საბოტაჟთან დაკავშირებით 8 პოლიტიკოსი და მე ვარ იქ სადაც საბოტაჟის საქმე აღვიძრეს იმიტომ რომ ზუსტად იგივე ფუნქციური როლი მქონდა ამ პროცესებში როგორც მათ ასე ხედავს ქართული ოცნება და შესაბამისად მე ვიცი ერთი რამ თავარი ჯერსაც მე გადაწყვეტილება არ მემიღია აქ მინდა მაყურებელს უთხრა აქ მთელი რიგი პროცესებია აქ ბევრი საკითხი გასარკვევია რაზე იქნება ეს დამოკიდებული პარტიის წარმომადგენლებზე და რეგიონები როგორ უყურებენ ამ საკითხს რეგიონს რა უნდა თავმჯდომარისგან აბა რა აუცილებლად მე რა იმიტომ რომ მე ჩემს მნიშვნელოვანი შევხვდი მაღალთენა ჭარას 15-ის წარმომადგენელს მივდივარ ქუთაისში მივდივარ სამეგრელოში მივდივარ ზესტაფონში ხარაგაულში წყალტუბოში სადაც არის პარტიები არის ცენტრალური ქალაქები სადაც პარტიები აღარ არსებობს უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის შესაბამისად
რეგიონის წარმომადგენლებმა უნდა გვითხრან, ისინი როგორ ხედავენ. ანუ ერთის მხრივ ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ, რომ გავიშალოთ რეგიონებში, მაგრამ ის რეგიონი იქ ადგილობრივ იცნობს, მოდება აქ, წუხილები იცის და ის როგორ ხედავს ამ გაშლას, კაცო, ეგ არის საინტერესო და არა ის ჩვენ თბილისის სტუდიებიდან ას როგორ ხედავთ. ამიტომ მე მთელ ამას ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტი ვაკეთებ ამის ობსერვაციას, აღწერას დეტალურად სოფლების დონეზე. მე ამას ყველაფერს მიშას გასამოწმებ ხარდამჭერები გყავს. არა. რა დაკვეთა ამათი მხრიდან? ისინი საკუთარ მონაკვეთში როგორ ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზებს. აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსით, დამოკიდებულებებით. მე ამის ობსერვაციას გავაკეთებ, შემდეგ ჩანაწერებს გავაკეთებ, მიშას გავუგზავნი, ვეტყვი რომ ამის აწევის რესურსი არის თუ არა, ან ხედავს თუ არა თვითონ როგორც რეგიონის წარმომადგენლები ხედავენ და მე რეგიონის წარმომადგენლები რას უკვეთავენ მას და ეს არის თუ არა მორგებული მის კანდიდატი ამაზე. ეს პროცესია ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება გაირკვას, რომ სხვა კანდიდატი უნდა საერთოდ. პარტიაში დაფინანსების მოზიდვა იქნება, შენი არის ერთ-ერთი მიზეზი რის. არც გვისაუბრია ამ თემაზე საერთოდ. მე როგორ მოვიზიდო პარტიაში დაფინანსება? ახლა როგორც თქვი, ხა ფონდში გათიზიდავ. ფონდი იმიტომ რომ ფონდი იყო გაჭირებული და სხვა სენსიტიური ადამიანებისთვის სხვა სპეციფიკაა კაცო იქ და პარტია აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაა. ფონდში თანხის მოზიდვა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე პარტიაში თანხას მოიზიდებს. და მეორე აბსოლუტურად ძალიან განსხვავებულია ხო? მნიშვნელოვანია ხო მენეჯერისთვის. მაგრამ მაგისთვის არსებობს გენერალური მდივანი პარტიაში. აჰა, კი ბატონო, საინტერესოა. ანუ შენი ასე ვთქვათ პროგრამა რითიც მიდიხარ, ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ, მოდი გავიდეთ რეგიონებში, ხალხს ველაპარაკოთ, თუ კიდევ სხვა რამე რეფორმა ჭირდება პარტიას? კი, ჭირდება პარტიას რეფორმა. პარტიას რეფორმის მთავარი ამბავი არის ის, რომ 2-3 ეფექტური ახალგაზრდა კი არა, ახალგაზრდული ხმა უნდა იყოს უფრო მკვეთრი და მკვირალა. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე მეტი კავშირი ვისთანაც გაწყვიტა, ეს არის ახალგაზრდები. ნაციონალური მოძრაობა გახდა რაღაც ასაკობრივი თარგეტი და ეს მათ ძალიან კარგად იციან. დღეს მქონდა პარტიასთან შეხვედრა და ჩემზე კარგად იციან ეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ბერდება. ასაკობრივად ხდება პასიური. რატო ბევრი ახალგაზრდა მოვიდა პარტიაში როგორც ლიდერი? კი, აი ზუსტად ნახეთ, მათი ხმა უნდა ისმოდეს როგორც მთავარი ხმა. გადაწყვეტილებების მიმღები უნდა იყვნენ. შესაბამისად, ფრონტზე მარტო ბრიფინგებზე კი არ უნდა იყვნენ, არა, მან უნდა იცოდეს, რომ გადაწყვეტილებას იღებს. ახლებური ხედვა აქვს, თამამი ხედვა აქვს და შეუძლია მის თამამი ხედვებით რაღაცების ცვლილება.